მდინარეს ალბათ ხედავ და ჩავიდეთ მდინარის ნაპირზე და თქვენი თვალით დაინახავთ რაც ხდება. იქით ალაზანია, ალაზანს უერთდება ეხლა აქ ბურსა. თვითონ ალაზანში თავში ვერ გაივლის ვერავინ, ვერაფერი საქონელია ზემოდან რო ნახოთ წყალსაც არ აშორს ამ წყალს. ესაა მდინარე ბურსა. როგორც მოსახლეობა ამბობს, წლებია დაბინძურებულ მდინარეში საწარმოების მიერ გაუფილტრავი ნარჩენები უკონტროლოდ ჩადის, რაც იწვევს წყლის ძლიერ დაბინძურებას. მდინარის კალაპოტში დიდი ნალექია. ქაფიანი წყალი მოედინება და ზამთარშიც კი უსიამოვნო სუნის შორიდანაც იგრძნობა. ადგილობრივი მოსახლეობა მდინარის გადარჩენას ითხოვს. საკაურობა. და იმებს ჭაჭებს და რაღაცებს რო უშვებენ, ლექებს. აი ხან წითელი ფერი მოდის, ხან შავი ფერი, ხან აი სხვადასხვა ფერები. სავსიალექი ვერატო ვერ ახედავთ გასვეს. თიძეს კლათადევ ჯერ გამდინარეში ახლა მუჭარვა მოუსვა გაიპოხება სულთლიან სულექია. მოსახლეობას უყველა წუხს, მაგრამ სადღაც წავიდნენ, ვის უნდა მიაქციო ყურადღება. როგორც პატარა რამე სიტყვი და პარტიულო საბრალები რა შუაშია პარტიულობა. აქ არის ბუნებაზე ლაპარაკი და ვინც არ უნდა იყო, გინდა ნიკო იყო, გინდა პეტრე იყო, ხო უნდა მიხედო. და წინა მთავრობის რომ იმასე არ იყო, გასო რო იყო მადლიერები ვიყავით იქიდან მოვდევთ და ვდაობთ. შემას იმ საათში რაღაცა სარჩულს გამოუკერავენ და არა მეგობრებო, ეს სასარჩული არ არის, ეს არის ბუნებრივი რესურსი, არის ჩვენი შვილებისა, შვილიშვილებისა და ჩვენი მომავალი თაობისა და თუ ესენი აღარ იქნება, აღარ ჩვენ არ ვიქნებით. მდინარე ბურსა ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი სამდინარო არტერიაა. იგი ალაზნის მარცხენა შენაკადია და მისი სიგრძე 27 კილომეტრია. მდინარის აუზში რამდენიმე დასახლებაა. ესენია ქალაქი ყვარელი, ასევე სოფლები სანავარდო, კუჭატანი და გავაზი. დაბინძურების კერა ადგილობრივი მოსახლეობის თქმით ყვარლიდან ალაზნამდე მონაკვეთია. გაუბედურებულია მთელი ბურსა. კაფი მოაქვს, რა ვიცი, არაფერი აღარ ხარობს იქ, რა ვიცი, ბაყაყი აღარ გველია, თევზია, არაფერი. საქონელი გაიგებს, ბეწვისვია ფეხებიდან, რა ვიცი, ბალღები ვერ ბანაობენ, წყალი არ მოდის. გადაუშვეს გესში, იქიდან სხვაგან წავიდა ეს მდინარე, აქ სუდაკეტილია. არაფერი, აი თუ გადიდი და რაღაც წვიმები მოვიდა და წყალმა ჩამოიერა და გაასუფთავ, ეგარ დანარჩენი სუნით დაყარს, სოფელი. რო აი ნიავი რო დამუბერავს, აგეთ სუნი მოწვია. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 2020 წლის დოკუმენტის მიხედვით, მდინარე ბურსაში ქალაქ ყვარლის საკანალიზაციო წყლები გაუწმინდავად ჩაედინება, რაც იწვევს მდინარის დაბინძურებას. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სადრენაჟე, სანიაღვრე და კანალიზაციის სისტემის გამწმენდი ნაგებობა არ არსებობს. ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობს, რომ კანალიზაციის გარდა დაბინძურებას იწვევს მდინარის აუზში არსებული სხვადასხვა საწარმო. ერთ დროს სიცოცხლით სავსე მდინარე ახლა სიკვდილის პირასაა, ამბობენ ადგილობრივები. ეს არის უბინძურესი ამომშრალი მკვდარი ხეობა. ნაგვით სავსე და რაღაცა საშინელი სუნის და ფერის, რავი, წყალი მოდის, როცა მოდის. ერთი არის დებაზე ყოფილი ნაკოთებში გვიწევს ხოლმე გადასვლა მუშაობა და ხა ყოფილა რომ ეს გაზაფხულზე რომ არის წყალი, რაღაცა პერიოდი წამოვა და მე აღარ არის წყალი. ჩვენი გვანაობდით ბავშვები, რავი, თელი ზაფხული წყალი იყო ხოლმე. საკმაოდ ნორმალური ყვარლის კანალიზაცია კი მაშინაც ჩადიოდა საბჭოთა დროს, მაგრამ აი საწარმოს ასეთი დაბინძურებული წყალი არ ჩადიოდა. სუფთა წყალიც მოდიოდა, თევზებსაც კი ვიჭერდით ქვიქვეშ, თევზები იყო. ეხლა თევზი კი არა, აღარაფერი არ არის. ქარხნები გააკეთეს და თელი ეს ყველაფერი ეს გარეცხილი რამე რომეს უში ჩადის. პატრონი არ არის, შეწუხებულია სოფელი. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კომპეტენციაა. ევრონიუს ჯორჯიამ კითხვით მიმართა სახელმწიფო სტრუქტურას, თუ რა ტიპის ღონისძიებები გატარდა ან იგეგმება მდინარე ბურსას დაბინძურების შესაჩერებლად, თუმცა სამინისტროდან პასუხი არ მიგვიღია. გიორგი თუხარელი, ევრონიუს ჯორჯია.